Ამ გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად მიიყვანა პროცესი ბოლომდე ერთპარტიული უმაღლესი საბჭო არის არაკონსტიტუციურად შეკრებილი და დემოკრატიის თქვენეული აღხმა, როგორ ფიქრობთ, სადამდე მიიყვანს უმაღლესი საბჭოს ამ მოწვევის თქვა დეპუტაციას? მე ამ შემთხვევაში ვერც თქვენი და ვერც იმ ხალხის ლოგიკაზე არ მესმის სულხან, რომლებიც უმაღლეს საბჭოს ეძახიან არალეგიტიმურს, მე მეძახიან ამ შემთხვევაში თვითაღიარებულს. მაშინ კითხვა რატოს მისვათ? რამდენი ჩემისთანა დადის ქალაქ ბათუმში შეგიძლიათ გადით და ნებისმიერს დავუსვით ეს კითხვა მაშინ. თქვენ პოლიტიკურ პროცესში ღებულობთ მონაწილეობას და არქივისტვის მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიციები დაფიქსირდეთ ცხადია. პროცესში მონაწილეობას იღებს შენს, როდესაც მიდიხარ საარჩევნოთ და ხმას აძლევან, როდესაც გაქვს და მაგალითად დავით გაბაიძის პოლიტიკური გემოვნება რომ არ მოგწონს და შენ გაქვს განსხვავებული აზრი, ესეც არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რა ვქნათ ახლა მაშინ. არა, მე გითხარით ის რომ იმიტომ მოვდივარ აქ და იმიტომ ვაშუქებ ამ სხდომებს რომ არქივისტვის მნიშვნელოვანია დოკუმენტირება მოხდეს თქვენი გადაწყვეტილებების. სწორედ ეს არის თორემ ფაქტი არის ის რომ აჭარის უმაღლესი საბჭო არაკონსტიტუციურად შეიკრიბა და თქვენ ხართ თვითგამოცხადებული დეპუტატები. ვიყავით რომ ამის დოკუმენტირებას შეიძლება გაცილებით ეფექტურად ვაკეთებდეთ ჩვენ, იცით რომ ჩვენი სხდომები გადაიცემა ლაივში, ეს ლაივი არქივდება, უმაღლესი საბჭოს სხდომის ოქმები დგება, ასე რომ მტკიცებულების გარეშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და საქართველოს არ დარჩება ამაში დარწმუნებული, თუ მხოლოდ ეს არის თქვენი უმაღლეს საბჭოში ყოფნის მიზეზი. მარტო ხართ უმაღლეს საბჭოში, ეს არის გასაოცარი დემოკრატია. მარტო ვიყავით ჩვენ 2016 წლიდან. ისინი მიუხედავად იმისა, რომ სიაში ირიცხებოდნენ უმაღლეს საბჭოს, არცეთ ნიშნულოვანი გადაწყვეტილების ასე ვთქვათ მიღების პროცესში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ და მე მგონი ეს ის საკითხია, სადაც მე და თქვენ არ ვიკამათებთ, რომ ისინი არ ერეოდნენ უმაღლეს საბჭოს მუშაობაში. თქვენ რას ფიქრობთ ახლა 20-24 წლების მოწვევას და მუშაობას მათი მხრიდან მუშაობა ერქვა, მე ვიტყვი რომ არ ერქვა მუშაობა. ეს იყო კუკუმალულობანას თამაში, დღეს ბოიკოტზე ვარ, ხვალ არ ვარ, ზეგ არ შემოვალ, მაზეგ ვიქნები, იმის მერე რეგისტრაციას გავივალი და შემდგომ აღარ შემოვალ საბჭოში და მუდმივად იყო ასეთი იწილო ბიწილო. მე ვფიქრობ რომ არაფერი არ იცვლება 2020 წლის მოწვევისგან განსხვავებით ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში. ჩვენ მარტო გვიწევდა მუშაობა, მარტო გვიწევდა იმ პრობლემებზე საუბარი და იმ გამოწვევებზე საუბარი, რაც მოსახლეობის წინაშე დგას და სამწუხაროდ მე არ ვამბობ რომ ეს არის რაღაცა ფაქტი, რომლითაც უნდა ვიამაყოთ ჩვენ ან მათ, ეს არ არის საამაყო ფაქტი, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ჩვენ ვართ ხელისუფლება, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისგებლობა, ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ჩვენ მოგწონს თუ არა მე პირადად მომწონს თუ არა ასე მუშაობა და მარტო მუშაობა, მე ამის მიუხედავად ვალდებული ვარ რომ ამ გამოწვევებზე ვიზრუნო და იმიტომ რომ მოსახლეობას აქვს ამის იმედი, შესაძლოა თქვენ არ გვთვლიდეთ ჩვენ თქვენს წარმომადგენლებად და არც ვარ ალბათ თქვენ წარმომადგენელი, იმიტომ რომ არ მოგიციათ ხმა თქვენს მიერ არჩეული, თორემ თქვენს წარმომადგენლად ვითვლები, ყველა წარმომადგენლად ვითვლები, ისევე ვალდებული ვარ ვიზრუნო შენს წინაშე არსებულ პრობლემებზეც, როგორც სხვების წინაშე. რამდენს გავწვდებით, როგორ გავწვდებით, ამას უმრავლესობა აგერა ეს ბურთი და მოედანი და ჩვენიც და ჩვენმა ვაჟკაცობამ გამოჩნდება 2028 წლამდე გვაქვს ეს მანდატი. ოპოზიცია ახსენეთ ბოიკოტი და ის პროცესები, რაც ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა, თუმცა ხშირად წარუმატებლობასა და არაეფექტურ მუშაობას ოპოზიციას აბრალებდით ხოლმე და ამბობდით იმას, რომ ისინი საქმეს აფუჭებდნენ ხშირად. ამ შემთხვევაში შემდგომში უკვე სამომავლოდ ვის შეიძლება დააბრალოთ თქვენი არაეფექტიანი თუნდაც ვთქვათ მუშაობა? ახლა მოდი ასე ვთქვათ, რომ პირველი ის რომ რაღაცა განსაკუთრებით თითი გვეშვიროს ოპოზიციისკენ მე ეს არ მახსენდება, იმიტომ იმდენად ბევრი ხშირად ნაციონალურ მოძრაობას თუნდაც მოიხსენიებდით პროცესების ხელშემშლად. კი, მათთან ერთად ტანდემი როგორც ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნა, ეს იყო ტოქსიკური ჩვენი ქვეყნისთვის და მე იმედი მაქვს რომ ამ გადაწყვეტილების, ანუ ყველაფერი ვცადეთ პრაქტიკულად რომ რაღაც მოცემულობა შეცვლილიყო და არაფერი არ გამოვიდა. იქნება და მათ მიერ ინიცირებულმა ამ მოცემულობამ შეცვალოს იმდაგვარად რომ ეს პოლიტიკური ძალა აღარ იყოს ანგარიშის გამწევი ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ ფორმალურად ის არის თითქოს და მესამე ძალა და არა მეორე, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკური ძალა პარლამენტში, პარლამენტის არჩევნებმა ასე აჩვენა, რეალურად მთელი ოპოზიციური სპექტრი მაინც ამ პოლიტიკური ძალის ასე ვთქვათ დაკრულ მუსიკაზე ცეკვავს, როგორც უყურებთ, ხო? აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ ეხლა მაინც, როდესაც დადგა ასე საკითხი, მოითხოვეს უფლებამოსილების შეწყვეტა და შევწყვეტათ, ეს პოლიტიკური ძალა დაასრულებს თავის ასე ვთქვათ პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ კარიერას. 12 წელია ამას პირდებით საზოგადოება. რაც შეეხება იმას, რომ
ჩვენ შეიძლება რაღაც შემთხვევაში მეც იქნება და მithkons მე არ მახსოვს მაგრამ ვიტყოდი ალბათ რომ რაღაც ნაწილში ხელი შეგვიშალეს მე არ ამგონია რომ პირველი ხელისუფლების წარმომადგენლები იყო ან საქართველოში ან ქვეყნის მასშტაბით ვინც თქვა რომ ოპოზიციამ რაღაცაში ხელი შეუშალა არ ამგონია თქვენს მიერ რა ვიცი აღიარებულ დაფასებულ სასურველ პოლიტიკური მოწყობის მქონე ქვეყნებში დასავლეთში აღმოსავლეთში არ აქვს მნიშვნელობა ჰორიზონტის რომელ მხარეს გაიხედავთ განსხვავებულად ამბობდეს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ყველასათვის ისეთი ქვეყანაა ხო რომ ასე ვთქვათ სწორებას გავაკეთებთ რა იქ არ არის ოპოზიციაზე პოლიტიკური ბრალდებები ასე რომ ახლა მე თუ ვამბობდი რომ რაღაცაში შემიშალა ხელი ნაცმოძრაობამ არ ამგონია რომ რაღაცა ნოუ-ჰაუ მაქვს მე ამაზე პოლიტიკური და ამის გამო რაღაც თუნდა თუმცა ამ შემთხვევაში ვის შეიძლება დააბრალოთ უკვე შემდგომში მარტო ხარ თქვენ გადაწყვეტილებებს ცხადია პასუხი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ გადაწყვეტილების მიღებაში მარტო ვიყავით 2020 წლის შემდეგ უფრო ადრეც მე მგონია რომ ეს პროცესი დაიწყო 2017 წელს როცა მაგნოლიის გაცურებაზე იმიდან მახინჯაურიდან თუ ციხისძირიდან ურეკში ცადენ პირველი რევოლუციის მოწყობა. მას მერე ჩვენ ამ პროცესში ვართ და მას მერე მარტო ვართ, მაგრამ ასე თუ ისე ჩვენ მოვედით, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, ამას მეტყველებს ციფრები, ამაზე საუბრობენ ეკონომისტები, მე არ ვარ მაინდა-მაინც ამ დარგის ისეთი სპეციალისტი, რომ ძალიან კატეგორიული ვიყო, მაგრამ მე ძალიან ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნას ვისმენ და შესაბამისად მაქვს იმის უფლება რომ დობა მქონდეს ამ ორგანიზაციების დასკვნების მიმართ და ასე რომ ისინი რომ არ იღებდნენ ამ პროცესებში მონაწილეობას ეს განსაკუთრებულ პრობლემას ვერ უქმნიდა ქვეყანას, ვერ უქმნიდა რეგიონს, მათი სურვილია რომ ამით პარალიზდეს ყველა და ყველაფერი, ჩამოინგრეს ყველაფერი, მაგრამ მათი ბელადის ენაზე ვეტყვი რომ ნურას უკაცრავად. კომფორტულად იგრძნობ თავს მარტავს ხდომათა დარბაზში, ოპოზიცია აღარ გეყოლებათ უკვე და შემკამათებელიც აღარ გეყოლებათ და ეს უკვე ცხადი არის თქვენ არც განსხვავებული კითხვები გაქვთ ფაქტობრივად, მათ შორის არც კრიტიკა და დემოკრატიის თქვენეული აღქმა ალბათ ასე გამოიყურება, ხო? ჩვენ ყოველთვის როცა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი, მუდმივად საუბრობდით იმაზე, რომ განსხვავებული აზრი დემოკრატიისთვის და ოპონირება ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა დემოკრატიისთვისაც არ იქნა ეს გადაწყვეტილება გაზიარებული და მიღებული სწორედ ამ საფუძვლებით ოპოზიციის მხრიდან. ეს რა თქმა უნდა, საერთო დემოკრატიული თვალსაზრისით და წარმომადგენლობის თვალსაზრისით, წარმომადგენლობით პოლიტიკური ორგანოები არის განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების დარბაზი და ცხადია ზოგადი დემოკრატიული სტანდარტებითაც მნიშვნელოვანია რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით რომელიც მოსახლეობას ეხება რეგიონისთვის არის აქტუალური ოპოზიცია თავის მოსაზრებებს აფიქსირებდეს როგორც სამუშაო ფორმატში ასევე პოლიტიკური განცხადებების ნაწილში მაგრამ არც ეს უმნიშვნელოვანესი ფასეულობა არ იქნა გაზიარებული ოპოზიციის მხრიდან იმისთვის რომ გამოეყენებინათ მანდატები. ზუსტად იგივე განცხადებები იყო 2020 წელს. იდენტური, აბსოლუტურად თავისი წერტილით და მძიმით, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით მოხდა ისე რომ განცხადებების მიუხედავად მათ გააგრძელეს მანდატების გამოყენება, მაგრამ დღეს მოცემულობა განსხვავდება იმისგან რაც 2020 წელს იყო და ეს არის ლოგიკური გაგრძელება სწორედ იმ პოზიციების არასწორი, არა მიზანშეწონილი პოზიციების, რომელიც ოპოზიციამ აირჩია. პრაქტიკა მის აჩვენა, რომ წინა შემთხვევაში, როცა მიიღეს გადაწყვეტილება და შემოვიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, ფაქტობრივად არც ერთ ინიციატივას არ უჭერდით თქვენ მხარს და მათი ყოფნა იქ არაფერს არ ცვლიდა. თქვენს კითხვას კიდევ უფრო მეტად პირველ ნაწილში უპასუხებ იმ თვალსაზრისით, როგორც კი 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა მათი შემოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი შემთხვეოდა განცხადებები, პრაქტიკულად წინა მოწვევა ისინი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში, ყველა ფორმატში. ის რამდენად სარგებლიანია და უსარგებლოა დემოკრატიისთვის, ამაზე მე მგონი მსჯელობა არ იქნება რელევანტური, იმიტომ რომ აქსიომაა, რომ განსხვავებული აზრები უნდა ისმოდეს სწორედ წარმომადგენლობით ორგანოებში, მაგრამ ხედავთ და დღეს ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელსაც აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური მიზნები ჰქონდა საქართველოსთან მიმართებით, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში და ამას ერთი პერიოდი მხოლოდ ჩვენ ვამბობდით, მაგრამ უკვე ამაზე თავად ამერიკაში დაიწყეს ინტენსიური საუბარი, პრაქტიკულად არც ერთ ინსტრუმენტს არ გაუშვებდა იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან ან განყალბებასთან დაკავშირებით რაიმე ფაქტობრივი
ხელ ჩასაჭედი ქონოდა. ეს არ არსებობს ახლა 300.000 ხმა და კიდე პლუს რაღაცა ფანტაზიის ناقოფი, რომელზეც ისევ თავიანთი განცხადებების ტყვე გახდა ეს ოპოზიცია და სამწუხაროდ მოცემულობა ის არის, რომ საქართველოს ამომრჩეველთა იმ ნაწილს, რომელმაც ხარი დაუჭირა ოპოზიციას, ეს ადამიანები პატივს არ სცემენ.